სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ჩვენ ქრისტიანებს გვევალება, რომ ღვთის სიტყვა გავცელდეს ჩვენს მიერ, ქრისტეს საქმე გავცელდეს. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება ჩვენი. მაგრამ ეს რო გაკეთდეს, ამისათვის ჩვენ თავად უნდა ვიყოთ გარკვეულნი იმაში, თუ რა ხდება ჩვენ თავს საერთოდ. ადამიანის მოაზროვნეობა ხომ საკუთარი თავის შემეცნებაში ცვლინდება. საკუთარი თავი ეს არის, რას ნიშნავს საკუთარი თავი? ეს არის ადამიანური ყოფიერება. ადამიანური ყოფიერება ნიშნავს ადამიანურ სიცოცხლეს. ადამიანური სიცოცხლე, როგორც მოწმეებმა ვიცით, კავშირშია ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან, ანუ სამყაროს მიღმერ ყოფიერებასთან. სამყაროს მიღმერ ყოფიერება ნიშნავს ყოფიერებას დროის გარეშე. ჩვენთვის ჩვეული სივრცისა და დროის გარეშე. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილი ყოფიერების შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ მას ჩვენ პოტენციაში ვატარებთ. ჩვენ დამოკიდებული ვართ ძალიან ბევრ რამეზე და ხშირად გულის სიტყვების და აზრების კი დეტერმინირებული, ანუ რაღაც წინაპირობები გააჩნია, ჩვენს გადაწყვეტილებებს წინაპირობები გააჩნია. ანუ ჩვენ რეალურად ჩვენ თავისუფლებას ვერ ვხედავთ, თუმცა ამავე დროს თავისუფლების გარეშე წამიც არ შეგვიძლია და ჩვენი არათავისუფალი მდგომარეობა გვტანჯავს და პოტენციაში ვგზნობთ იმასაც, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, რომელიც რეალიზებული არ არის. ჩვენ მუდამ გვსურს სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, შემოქმედებითობა და ეს ყველაფერი თან გვაქვს, თან არა გვაქვს და ვიცით, რომ ამ ყველაფერსაგან შედგება ნამდვილი სიცოცხლე, რომელიც როგორც გითხარით, ასევე არ ვიცით ეს რა არის და საბოლოო ჯამში ამავე დროს არსებობს სიკვდილი, რომელსაც მუდამ თან ვატარებთ, არსებობს სხეულებრივი ყოფა, არსებობს სული, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ინტუიციურად გზნობთ და განვიცით და მთლიანობაში ერთი დიდი საიდუმლოების წინაშე ვდგავართ, როცა საკუთარ თავს ვხედავთ და ვჭრეთ და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ჩვენ რას წარმოვადგენთ და ვინ ვართ და საკუთარ თავსაც მოდი ესე ვთქვათ, ინტუიციურად თუ აღექვავთ და არა მთელი სისავსით. აი ესეთ მდგომარეობაშია ადამიანი და ამ დროს მას ევალება, რომ იყოს ნათელი და მარილი ამას ოფლისა, რაც რა თქმა უნდა ეს ასე მარტივი არ არის, იმიტომ რომ კურნალო განიკურნე თავისთვის, შენ საკუთარი თავი ვერაფერი გაგიგია და ვერ გიშველია და სხვას როგორ უნდა დაეხმარო, მაგრამ ეს ვალდებულება ფაქტია რომ არის, იმიტომ რომ ჩვენ ცნებად გვაქვს, რომ ვიყოთ ქრისტეს მოწაფენი, მეგობარნი, ანუ მისი საქმის გამგზელებელი. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ჩვენს პიროვნულ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება. ისეთი დიდი მოციქულის კი და დიდი ადამიანი, ამ სიტყვის დიდი გაგებით ადამიანი, როგორც პავლე მოციქული იყო, მასაც ეს პრობლემა ჰქონდა, რომელსაც ჩვენ ახსარებლობითად გვეუბნება, ასე ვთქვათ, მინდა ზეციერი, მაგრამ მიწიერს ვაკეთებ და ამისგან ვინ მიხსნის. ანუ ჩვენი ბუნება ჩვენგან დამოუკიდებლად თავისას ცდილობს და ის დასაყრდენი ხდება ღვთის მტერისა, ეშმაკისა და ესე იგი ერთის მხრივ მე მინდა ვიყო ქრისტიანი, ჩემი პიროვნული გადაწყვეტილებაა ეს, მინდა უფალს უერთგულო, ამის გამო აღთქმაც დავდეთ და მოვინათლეთ, მაგრამ ჩემი ბუნება ეშმაკის ხარეზე დგება და მას პლასტარს უქმნის ჩემში, რისი საშუალებითაც მეც მებრძვის და სხვა ადამიანსაც ებრძვის ჩემი საშუალებით და აცდუნებს. ესეთი გაურება გვჭირს. მაგრამ აი აქ საჭირო არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. ესე იგი ჩვენი მოაზროვნება იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ მეტნაკლებად როგორც შეგვიძლია ვინ ვართ, თუ ქრისტიანობაზე გვაქვს პრეტენზია, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და ამავე დროს რა მდგომარეობაში ვართ და ეს იმხელა კონტრასტს დაგვანახებს, ვინ ვარ როგორც ქრისტიანი, მოწოდებული რისთვის ვარ და სინამდვილეში ობიექტურად რა ვარ, ეს იმხელა კონტრასტია, რომ ამ კონტრასტმა უნდა არ მომცეს საშუალება მივიძინო და დავისვენო. ეს ძალიან კარგად ჩანს
განსაკუთრებულად ეს ჩანს ლოცვის დროს, აი გონების მიერ ლოცვასაც უწოდებთ, როცა აი არაფრით არ გემორჩილება საკუთარი თავი. პირიქით ის გაურბის ლოცვას და ესე იგი ლამის ფიზიკურად იტანჯება ლამის ხანდახან ჩვენი სხეულიც კი, როცა ადამიანი თქვა ცდილობს, რომ ქრისტესთან იმყოფებოდეს საკუთარ თავში. ანუ გვეწინააღმდეგება ხელს გვიშლის. და ეს კონტრასტი ჩვენთვის უნდა იყოს კიდევ მეორე გამოსაფხიზლებელი. გახსოვთ ხო ეს დავით მეფსალმუნეს ეს საოცარი სიტყვები, რომ როგორ ამბობს იგი, რომ არ მივცემ საკუთარ თავს დასვენების და დაძინების თვალის დახუჭის უფლებასაც კი არ მივცემ, სანამ არ ვიპოვ იმ ადგილს, სადაც უფალი განისვენებს. ანუ ფაქტობრივად გულზეა საუბარი, იქ ჩაღწევას ეს საოცრად სიმბოლურად და წინასწარმეტყველურად გადმოგცემს დავით მეფსალმუნე ისიქასტურ მდგომარეობას, როცა ადამიანი მემკვიდრეობით ღვაწლშია და ცდილობს საკუთარ თავში, იცის რომ საკუთარ თავშია, მაგრამ უნდა რომ იმ ადგილს მიაგნოს, ხო? და არ აძლევს საკუთარ თავს დასვენების და განსვენების მოშვების უფლებას. რატო არ აძლევს? კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ რწმენით ვიცი ვინ ვარ და რა პასუხისგებლობა მაკისრია და ამავე დროს ობიექტურად ხედავ, რასაც წარმოვადგენ და ეს კონტრასტი ჩემში ამბოხს უნდა ბადებდეს, რა თქმა უნდა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამიტომაც თუ ჩვენ ასე შევხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ მდგომარეობას, აღარ გაგვიკვირდება ეს ძალიან ხისტი სიტყვები, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, გახსოვს რომ უკეთ მარჯვენა ხელი გასტუნებდეს, ფეხი გასტუნებდეს, უკეთ თვალი შენი გასტუნებდეს, ამოიღეო და უმჯობეს არსებო ერთი თვალით შეხვიდე სასუფეველში, ვიდრე ესე იგი გენიაში აღმოჩნდე, ანუ ჯოჯოხეთში ფაქტურად აღმოჩნდე, სადაც ცეცხლი უშრეტია, სადაც მატლი არა დაესრულების და ცეცხლი არა დასჭტების. გასაგებია რომ აქ პირდაპირ თვალის ამოთხაზე და ხელის მოკვეთაზე და ფეხის მოკვეთაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ძვირფას საგანზე, მოვლენაზე, მეგობარზე, მიდრეკილებებზე, თვისებებზე, თუნდაც ნიჭიერებებზე, თუნდაც ბევრ რამეზე, ანუ რაც ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ ის ძვირფასი დადგა ჩემსა და ქრისტეს შუა. აი ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გაღწნისაგან დავიცვა საკუთარი თავი და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სხვას ვერ დავეხმარებ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, კურნალო განიკურნე თავი შენიო, როგორც უფალი გვახსენებს, ეს გაღწნისაგან ანუ რა არის გაღწნა, რას ნიშნავს გაღწნა? გაღწნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცილდება სიცოცხლის გადარჩენის წყაროს, ანუ ღმერთს. და ეს დაავადება ჩვენ ბუნებაში გვაქვს, როგორც წეღანაც გითხარით და ამ გაღწნისაგან ადამიანს იცავს, აღებულია ყოფითი მაგალითი, ხო, ცეცხლი და მარილი. ცეცხლი და მარილი, რომელიც გაღწნისაგან იცავს, თქვათ, პროდუქტს, საჭმელს და ასე შემდეგ და ამიტომაც ამბობს ამ სიმბოლურ სახეებს იყენებს, ყოველი ცეცხლითა დაიმარილოს, ანუ გაღწნისაგან გადაარჩინოს და ყოველივე შესაძლებელი მარილითა დაიმარილოს, მაგრამ კეთილარს მარილი, ხოლო უკეთო მარილი უმარილო იქმნეს, რაითაღა შეანელოს იგი. შემდეგ ამბობს გაქუს თავისა თქვენისა მარილი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას. ანუ თქვენ გვაქვთ ეს მარილი, თქვენ გაქვთ ეს ცეცხლი. ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასაზე და მნებავს რაც ვიაღეგზნას. ეს მადლისმიერი მდგომარეობა, ეს მარილის და ეს ცეცხლი ორივე სულიწმიდა ღმერთის მიერ მოტანილი მადლია, რომელიც ჩვენში არსებობს. ჩვენით არ შეგვიძლია საკუთარი თავი გამოვგლიჯოთ ბოროტს და უშოლოთ, მაგრამ მადლის მიერ შესაძლებელია, ანუ ღმერთის მიერ შესაძლებელია, ღმერთი გვაძლევს ამ თავის ენერგიას და უკვე ხდება საკუთარი თავის გადარჩენა, საკუთარი თავის განკურნება აი ამ დაცემულობისაგან. და ერთ-ერთი პირველი ნაყოფი, რაც ამ დროს ადამიანს აქვს, როცა მისი კურნების პროცესი იწყება, რაც წეგან წაგიკითხეთ, გაქუს თავისა თქვენისა მარილი, ანუ თუ თქვენში მადლია და მშვიდობით იყვენით ურთიერთას. იმ წამსვე აისახება ადამიანთა შორის ურთიერთობას. აი იმ წამსვე, იმიტომ რომ ეს არის საღვთო თვისება, აი არ შეიძლება, რომ ადამიანს კონდეს გულში საღვთო მადლი და მოყვასისადმი, მეორე ადამიანისადმი არა ქრისტეს მიერი განწყობები კონდეს.
რა თქმა უნდა ეს პროცესია, ხო? მადლი ცოტა და განწყობა მეტია, ცუდი, მერე მადლი იმატებს, განწყობა იკლებს, მაგრამ ეს პროცესი ადამიანში როგორც კი დაწყებულია, როგორც კი ცოტათი მადლს მოიხვეჭს თავის გულში, შეიძლება ეს განწყობა გაუჩნდეს მოყვასის მიმართ, არა ქრისტეს მიერ, მაგრამ ის ამას იმ წამს გძნობს, ნანობს და ამ სინანულთან ერთად ნელა ხდება მისი კურნების პროცესი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სადაც არსებობს ადამიანთა შორის სიძულვილი, ღვարձლი, ბოღმა, შეუწყნარებლობა, ხანდახან აბსოლუტურ ხარისხში აყვანილი, რანერ წმენაზეა საუბარი, საერთოდ მსგავსი არაფერი არ არსებობს და ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს დაავადება მთელ ერს გვჭირს. ჩვენი ქართველი ერის დაავადებაა დღეს ეს არის კატასტროფა. არაფრით არ შეიძლება ჩვენ ამით პერსპექტივა არ აგვაქვს, ხო და აი ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ქრისტიანებმა და ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ მარსზე ხო არ ცხოვრობთ, არა საქართველოში ცხოვრობთ და ქართველები ვართ და ქართულ ენაზე ლაპარაკი გვესმის და ხედავთ ხო ქვეყანაში რა ხდება. ვიცით რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ერთმანეთის სიყვარული და ეს სერიოზული პრობლემაა. და ეს ნიშნავს რომ მშვიდობა და სიყვარული გვიჭირს ნიშნავს რომ მშვიდობა არ აქვს ერთმანეთთან და მშვიდობა არ აქვს ერთმანეთთან, ესე იგი ჩვენში მარილი არ არის, მადლი არ არის და თუ ჩვენში მადლი არ არის, ვისი ბრალია ეს განაღმერთი არ გვაძლევს, ესე იგი ჩვენ სერიოზულად ვაშავებთ სულიერ ცხოვრებაში. და მე რა შედეგად რას გვაძლევს ეს ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი ვართ, რომ სხვებისთვის ნათელი ვიყოთ, ნათელი კი აღარ ვხდებით, ვაბკოლებთ და გახსოვთ ასევე მკაცრი სიტყვები, რომელმან დააბკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთა, ჩემ და მომართ, ანუ პოტენციური მორწმუნე, რომელიც ღვთისმაძიებელია, რომელსაც ქრისტე უნდა და სად უნდა დაინახოს ახლა ეს ხო სად უნდა მის თვალსაწიერს რა უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ნამდვილი მორწმუნე ეკლესიაში, ხო? და როცა ამას ვერ ხედავს, მაშინ ჩვენ ვინ გამოვდივართ? ხო და ამიტომ ჯობია უმჯობეს არს, რომ თუმცა იბას ქეცა მისა წისქვილის ქვა ვირით საფქველი და შთავარდი ზღვასა. ანუ ჯობია თავი მოიკლასო ესეთმა ადამიანმა. ფაქტობრივად სხვების დამარკოლებელი ქრისტიანი სუიციდის ჩამდენზე თვითკვლელზე უარეს ცოდვაში. სახარებიდან ესია და ეხლა ჩვენ ხო არ დავიწყებთ სახარების რევიზიას და კრიტიკას. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე გვანუგეშებს, რომ გასაგებია ჩვენ ძალიან გვიჭირს მოყვასთან ურთიერთობა, გვიჭირს უფალთან ურთიერთობა, ჩვენი სიტყვა ყალბია, ჩვენ ახლა იგივე მსახურებაზე რო ვდგავართ. რა სიტყვებს ვამბობთ? რას ვამბობთ? და განაჩვენი გული ამ ნათქვამ შეესაბამება. იგივე მამაო ჩვენოში, ხო, მამაო ჩვენოში რას ვამბობთ, მაგრამ განაჩვენი სიტყვები მამაო ჩვენოს, როცა აღმოვთქვათ, განაჩვენი სიტყვები შეესაბამება, ჩვენი გულის მდგომარეობა შეესაბამება ამ სიტყვებს, ხო? ჩვენ პრობლემის წინაშე ვართ მუდამ და შესაბამისად ამას შეიძლება დაგვდგუნოს, მაგრამ აი პავლე მოციქულის სიტყვები მეორე ტიმოთეს მეორე ეპისტოლედან დღეს გარკვეულწილად გვანუგეშებს. მაგრამ ურყევი საფუძველი აი ჩვენი ქრისტიანობის ჩვენი იმედისა არის ღვთისა, რომელიც არის მტკიცე. ანუ ხო ამბობს უფალი რომ ადამიანისათვის შეუძლებელია. ამ შეუძლებლობასაც ვხედავთ ჩვენში. კონკრეტულად უფალთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც და მოყვასთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. მაგრამ არ გვავიწყდება რომ უფალი ამბობს რომ კი შეუძლებელია, მაგრამ ღმერთის მიერ შესაძლებელია. და ეს ჩვენში ეს მტკიცე და ურყევი საფუძველია ღვთისაგან. და ეს საფუძველი ძალიან მტკიცია და პავლე მოციქული ესე ამბობს რომ ეს მტკიცე საფუძველი რა არის? რომ ეს არის ბეჭედი და რა ბეჭედია? ბეჭედი ამბობს, ბეჭედი, რა ბეჭედი? იცის უფალმა ვინაა მისი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე აი ესე დღეში ვარ, მე რადგან მოწოდებული ვარ, იმიტომ რომ რწმენა ხო მომცა. აბა, ტყილა ხო არ მომცემდა რწმენა, რადგან რწმენა მომცა, მე მისი ვარ. და იცის უფალმა ვინაა მისი. ანუ უფალმა მე რომ რწმენა მომცა, იცოდა ჩემი მდგომარეობა. რაც რასაც წარმოვადგეთ, ცოდვილთა შორის ყველაზე უარესი ვარ და რა ნაგავიც ვარ. ეხს ხო იცოდა და მაინც ხო მომცა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ არ გამიშვებს ის ხელს, ეს არის ჩემი იმედის საფუძველი, გესმით? იმედის საფუძველი, რომ უფალმა იცის უფალმა ვინაა მისი, ესე ამბობს პავლე მოციქული.
ეს მე მაძლევს ძალას, ერთია რომ სუსტი ვარ და იმედიც არ მაქვს. და მეორეა რომ სუსტი კი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს და ეს იმედი ცოცხალი ღმერთია. და აი ეს იმედი მაძლევს მე ბრძოლის უნარს, ძალას მაძლევს, ენერგიას მაძლევს, საფრთხოს, იარაღს მაძლევს. განიარაღებული ვიყავი, მაგრამ ახლა იარაღი მაქვს და ამიტომ ვიწყებ ბრძოლას და რასაკეთებს ადამიანი და აგრძელებს პავლე მოციქული. განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს. და კვლავ ჩვენი ღვთისმსახურების წინაშე პასუხისგებლობა. ჩვენ უფლის სახელის აღიარება ეს არის ღვთისმსახურება. დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო ღმერთი გამოშდა ხორცითა. ჩვენი ღვთისმსახურება განკაცებული ღმერთის წინაშე ღვთისმსახურებაა, მისი სახელის აღმოთქვა, მისი დიდება, მისი ძიება, მასთან ერთად ყოფობა. რა არის წირვა? წირვა სხვა არაფერი არ არის თუ არა ქრისტესთან რეალური მყოფობა. ნამდვილად ქრისტესთან მიმყოფებით. როცა წირვას, ამიტომ მოგვეჩქარება, ამიტომ გვიხარია, ამიტომ ერთი სული გვაქვს, ამიტომ არ ყოფნის კვირაში ერთხელ, არ ყოფნის კვირაში ორჯერ, არც სამჯერ, არც ოთხჯერ, ყოველდღე გვინა. რატო? იმიტომ რომ ეს არის ქრისტესთან რეალური მყოფობა. და შესაბამისად, როცა ქრისტესთან ესე რეალურად იმყოფები, ეს არის სწორედ ეს არის ქრისტიანული ღვთისმსახურება. მაგრამ ამავე დროს შენ თუ ასე გინდა და ეს რო გინდა ესეც ღმერთის წყალობა, მე შენ უნდა იბრძოლო და უსამართლობას განუდგე. ურწმუნო და შემცდარი ბევრია. აქ ლაპარაკია, როცა ადამიანები შეგნებულად მტრობენ ეკლესიას. და ეს ვლინდება უკიდურეს ბილწ სიტყვაობაში, სიწმინდეების მიმართ. როგორ შეიძლება, რომ თუ შენ ქრისტიანი ხარ და ღვთისმსახური ხარ, და ყველა ქრისტიანი ღვთისმსახურია, ასეთი მოცემულობის გვერდზე იდგე. განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქროსი და ვერცხლისაა, არამედ ხისა, თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. ვინა ვართ ჩვენ? რა გვაქვს პრეტენზია რომ ოქროსა და ვერცხლის ვართ? გვაქვს პრეტენზია რომ საპატიო ჭურჭელი ვართ? ჩვენი მდგომარეობით, ჩვენი ცოდვებით, განა სიბინძურით სახსავსი არ არის ჩვენი გული? 21 საუკუნეში საერთოდ ძალიან იშვიათია იპოვა ადამიანი, რომელსაც გული სიბინძურით არ ექნება. იშვიათი გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ჩვენ თავზე ხო ვიცით რომ სამწუხაროდ ჩვენი გული სავსია 1000 ნაგავით, სიბინძურით, ხო? ვინც ყოველივე ამისგან განიწმენს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება. კი ბატონო, ხარ? უპატიო ხარ და სიბინძურით სავსე ხარ. მაგრამ განიწმენდე საკუთარი თავი და გახდები საპატიო ჭურჭელი. განწმენდილი, უფლისათვის სასურველი, ყოველი კეთილის საქმისათვის გამზადებული. აი, მოგიწოდებს პავლე მოციქული, რომ გასაგებია რომ ეგეთი ხარ, მაგრამ იშრომე, განაშე რომ იშრომე, მე შენს გვერდზე არ ვიქნები? ესეთ რამეს ამბობს ილტოდე სიჭაბუკის გულის თქმათაგან. სიჭაბუკის გულის თქმა, სიჭაბუკეს ეს არის ამ შემთხვევაში სიჭაბუკე ცუდ კონტექსტში. ეს არის დაავადება, რომელმაც ასაკი არ იცის. და ხშირად ამბობთ ხოლმე პირად საუბრებში ზოგადად, რომ ადამიანი მუდამ ჭაბუკი უნდა იყოს ამ სიტყვის კარგი გაგებით, როდესაც სოციუმში აქტიურია, მაგრამ სულიერი თვალსაზრისი, ადამიანი მუდამ მოხუცი უნდა იყოს. სულ ახალგაზრდაც კი თუ ის მორწმუნეა, ხო, აი 15 წლის ბავშვიც ეკლესიაში მოდის და თუ ის მართლა მორწმუნეა, ის უნდა მოხუცი იყოს სულიერად. ანუ ის სულ მუდამ ღმერთთან შეხვედრისათვის მზად უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ გონებით ბძენი, ანუ გონებით სხეულით ახალგაზრდა იყავი 100 წლამდე ღმერთმა დიდხანს გასოცხლოს, მაგრამ თუ გონებით, ანუ შემეცნების უნარებით მოხუცი, ანუ დაბრძენებული თუ არ იქნები, მაშინ ჭაბუკი ხარ და ჭაბუკი ქერქეტა და ესე იგი ჭაბუკური გულის თქმები და ილტოდე სიჭაბუკის გულის თქმათაგან. თან ტიმოთე ახალგაზრდაა და ეუბნება, ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ილტოდე სიჭაბუკით, რომ გონებით მოხუცი უნდა იყო, მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, სიჭაბუკის გულის თქმები რა არის? რომ გაერთოს ის სიამოვნოს რაღაცა, ხო, რომანტიულ გარემოში ამყოფოს მუდამ საკუთარი თავი. მაგრამ ნახეთ,
აავნება არა, მისდია სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინ წმინდა გულით მოუხმობს უფალს. ანუ შელითელი შემეცნების უნარები აი აქ უნდა იყოს, აი აქ ამ ღირებულებებში. ამას ნიშნავს სიჭაბუკის გულის თქმას გაექცე და იყო გონებით მოხუცი. სულელურ და უგუნურ დავას ერიდე. ადამიანი, რომელიც აი ესეთ ღირებულებებში ცხოვრობს, ის არ იხარჯება სისულელეზე და სულელური და უგუნური დავა ხო გესმით, ეს არის აი კამათის მოყვარი ადამიანი, რომელიც რაღაცზე შეიძლება არ იჩხუბოს, პოლიტიკა იქნება ეს, ფეხბურთი იქნება ეს თუ რაღაცა ნებისმიერ საკითხზე, ანუ საღვთისმეტყველო თემები შეიძლება იყოს, პირადი ყოფითი რაღაცები. ესე იგი, მეორე ადამიანთან დაპირისპირების მიზეზს ყოველთვის იპოვი. იცოდი რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს, ბადებს უთანხმოებას, ტრანსპორტს მართავს და ქუჩაში ვიღაცას აუტეხავს ომს და ბრძოლას. უფლის მონას არ შეშვენის სიტყვის ბრძოლა, ანუ კამათი, ჩხუბი. არაბედ მოსიყვარულე უნდა იყოს ყველას მიმართ, დამოძღვრავი, შემწყნარებელი. სიმშვიდით არწმუნებდეს წინააღმდგოს. თუ რამე ჭეშმარიტება გინდა დაამტკიცო, დაამოწმო, კამათში კი არ გადადიხარ, არამედ სიმშვიდით არწმუნებდე წინააღმდგომთ. როგორც ჩვენი პატრიარქი ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ მართალი არ მრისხანებს. მართალი ყოველთვის მშვიდია. და როცა შენ სიმშვიდით არწმუნებ წინააღმდგომთ, ნახეთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. თუ უფალმა თუ არ დაანახა, შენ ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. მაგრამ შენი სიმშვიდე არის ერთგვარი წინაპირობა, რომ მისი გული მომზადდეს, რომ მერე უფლის შეხება იგრძნოს. რათა თავი დააღწიოს ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით, ანუ ეშმაკმა თავისი ნებით შეიპყრო იგი. ანუ ხედავთ, როგორი გარემო შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო, როგორ გვევალება ქრისტიანებს ამ ადამიანების დახმარება და ამისათვის უნდა ვიყოთ მშვიდი, არ უნდა ვეკამათოთ, არ უნდა დაუპირისპირდეთ, ესე იგი ისინი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ამისათვის რომ ეს მოვახერხოთ, უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ გონებით მოხუცნი, ანუ ბრძენი, უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი ჭურჭელი გავწმინდოთ ბრძოლით, უფლისადმი ერთგულებით გავუდგეთ ყველაფერს უსამართლობას, ვიყოთ ჭეშმარიტი ღვთისმსახურნი და გქონდეს უფლის იმედი, იმიტომ რომ ის გვიცნობს ჩვენ, სამყაროს შექმნამდე გვიცნობს ჩვენ. და როცა ადამიანი ამგვარ განწყობაზეა, რა თქმა უნდა, ის თავის თავში ატარებს იმ მადლს, იმ ცეცხლს და მარილს, რომელიც მასას გადაარჩენს და გარშემო სამყაროსაც გააკეთილშობილებს. ანუ ჩვენ გვევალება ვიყოთ აქტიურნი, ჩვენ უნდა ვჩანდეთ ამ სოფელში. ჩვენ უნდა ვიყოთ სანთელნი, რომელიც მაგიდის ზემოდან დგას და არა ქვემოდან. ჩვენ უნდა ვიყოთ ქალაქი მთისწვერზე აშენებული, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს. ეს არის ჩვენი ვალდებულება. შეგვეწიოს უფალი, მოგცეს ამის ძალა და გქონოდეს ნამდვილი სიხარული, ნამდვილი ღვთისმსახურებისა, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენში მუდამ ვეძებდეთ, მოუხმობდეთ, ვცდილობდეთ კავშირს განკაცებულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.